მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ. დღეს ვისაუბრებთ რამდენად მნიშვნელოვანია ვარჯიში წონაში კლებისთვის და ხშირად არის ხოლმე კითხვა, რომ ვარჯიშის გარეშე არ შეიძლება წონაში კლება? შეიძლება, მოკლე პასუხია, უბრალოდ ძნელია. რამდენიმე დიდი დადებითი მხარე აქვს ვარჯიშს. პირველი არის, რომ ვარჯიშის დროს და ვარჯიშით კუნთებს ინარჩუნებთ. წონაში კლებისას კიდე კუნთები იკარგება, კუნთები განილევა და კუნთები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამსაზღვრელია ზოგადად ადამიანის, მათ შორის ადამიანის ახალგაზრდობის, ენერგიის, შესაბამისად მთავარი ერთ-ერთი მახასიათებელი სიბერის არის კუნთების განლევა და ამ კომპონენტის შემცირება შეგიძლიათ კუნთების შენარჩუნებით. არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ დაბერებას შევაჩერებთ, მაგრამ შესაძლებელია მისი შენელება და ვარჯიშით, რეგულარული ვარჯიშით ეს შესაძლებელია. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ კუნთებთან ერთად მეტი კუნთი ცხიმის წვას აძლიერებს, მოიხმარს მეტ ენერგიას კუნთი და ცხიმი უფრო ადვილად იწვის. ვარჯიშის დროს ცხიმი კიდე უფრო ადვილად იწვის და ადამიანი ხარჯავს კალორიებს და ვარჯიშის შემდეგაც ადამიანი ხარჯავს კალორიებს, იმიტომ რომ მეტაბოლიზმი აჩქარებულია. ვარჯიში ამცირებს სტრესის ჰორმონებს, რომელიც იწვევს ბევრის ჭამას. ვარჯიში ამცირებს შიმშილის ჰორმონს გრელინს, რომელიც კუჭში გამომუშავდება და ადვილია რომ ადამიანმა ნაკლები ჭამოს. ვარჯიში აუმჯობესებს ინსულინ რეზისტენტობას და ზრდის ლეპტინის დონეს. ლეპტინი არის ჰორმონი, რომელიც ცხიმში გამომუშავდება და ხელს უწყობს სიმაძღრის შეგრძნებას, ანუ სიმაძღრის ჰორმონსაც ეძახიან. ამიტომ გრძელვადიანი წარმატებისთვის, წონაში კლებისთვის აუცილებელია ვარჯიში. რამდენიმე ტიპის მნიშვნელოვანი ვარჯიში არსებობს. ერთი არის აერობული, მეორე სახის ვარჯიშს ეძახიან ძალისმიერ ვარჯიშებს, ანუ რეზისტენტულ ვარჯიშსაც ეძახიან resistance training, ესე ქვია. და მესამეს ეძახიან კიდე მაღალი ინტენსივობის ინტერვალურ ვარჯიშს. ახლა აერობული რას ნიშნავს? აერობული ვარჯიშია მაგალითად სირბილის სიარული, ველოსიპედით სიარული, ცეკვა, ცურვა, ფეხბურთის თამაში, კალათბურთის თამაში და ასე. ნებისმიერი ესეთი პირდაპირ რაც გაგახსენდებათ, რაც მოძრაობა და ფიზიკური აქტიურობა ჭირდება, უმეტესად აერობული ვარჯიშია. აერობულ ვარჯიშს ასევე კარდიოსაც ეძახიან. უმეტესად აერობულს რატომ ეძახიან? აერობულს იმიტომ, რომ აერობული ვარჯიშის დროს ადამიანი მოიხმარს ჟანგბადს, ადამიანის ორგანიზმი. მეორენაირი ანაერობული ვარჯიში რაც არის მაგალითად სიმძიმეების აწევა, ბუქნების გაკეთება, აჯიმანიების გაკეთება, აზიდვების გაკეთება, ამებს ანაერობულს ეძახიან. ამ დროს რა თქმა უნდა ადამიანი მოიხმარს ჟანგბადსაც, მაგრამ უპირატესად პირდაპირ ანაერობული წვა მიდის და პირდაპირ იწვის გლუკოზა ამ დროს, ამიტომ არის რომ ანაერობულს ეძახიან და ის უფრო აქტიურად წვავს გლუკოზას და აქტიურად წვავს ცხიმებს. შესაბამისად არაეფექტურად წვავს რეალურად გლუკოზას ანაერობული ვარჯიში, ბევრად აერობულთან შედარებით, მაგრამ ეს ჩვენთვის კარგია, იმიტომ რომ მეტი ცხიმები იწვება. ამიტომ არის რომ ესეთი ანაერობული ვარჯიშები, ანუ სიმძიმეებით ვარჯიშები არის პოპულარული. ამიტომ არის რომ სპორტ დარბაზში სიარულთან არის ასოცირებული წონაში კლება ხშირად, რადგან განა არ შეიძლება წონაში კლება, უბრალოდ უფრო მარტივია. ახლა თქვათ განვიხილოთ თითოეული მათგანი და რამდენი კალორია სწავს თითოეული მათგანი, რომელი ჯობია, ვისთვის რომელი ჯობია, ეს ყველაფერი. და რა არის რეკომენდაცია? რეკომენდაცია კარდიო ვარჯიშებში, მაგალითად სიარულში ან ძუნძული ასეთ ვარჯიშებში
არის დღეში 30-დან 60 წუთამდე საშუალო ინტენსივობის დაახლოებით 3-4 კმ/სთ სიჩქარით თუ დადიხართ მაგალითად 160 კალორიას წვავ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, საათის განმავლობაში 300 შეიძლება 350 გააჩნია რა სიჩქარით დადიხარ. მაგრამ დაახლოებით ეგრე. თუ მაგალითად სარბენბილიკზე დადიხართ, ან დარბიხართ, შეგიძლია აღმართზე დააყენო და მაგალითად 10%-იან აღმართზე 30 წუთი თუ 3 ან 4 სიჩქარით ივლის, სადღაც 200-ზე მეტ კალორიას დაწვა. ანუ საკმაოდ ბევრი კალორიის დაწვა შესაძლებელია მოკლედ სიარულით ჯამში, იმის თქმა მინდა. მეორე ტიპის ვარჯიში არის რეზისტენტული ვარჯიში, რომელიც აი სიმძიმეებით ვარჯიში, მაგალითად სხეულის წონით, აზიდვები, ბუქნები და ესეთი ვარჯიშები, ან შტანგის აწევა, ძელი ქვია მე მგონი, ხო, ქართულად თუ რაც ქვია, გირების აწევა და ეს კუნთებისთვის მნიშვნელოვანია, სხეულის კუნთების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და აი ეგ მაგ ძალიან დიდ პრობლემის გადაწყვეტაა, რომ წონაში კლებისას კუნთები განილევა და ეს არ აძლევს საშუალებას, რომ განილიოს და რაც შეეხება ეს მესამე მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიში, ეს არის როცა მაგალითად მაღალი ინტენსივობით ვარჯიშობ, ერთბაშად ვარჯიშობ, მაგალითად აი სპრინტით გაიქეცი, რაც შეგიძლია მთელი სიჩქარით გაიქეცი 30 წამის განმავლობაში, შემდეგ 1 წუთის განმავლობაში დაისვენე. მერე ისევ 30 წამის განმავლობაში გაიქეცი რა სიჩქარითაც შეგიძლია 1 წუთის განმავლობაში დაისვენე. დაისვენში გულისხმობ იარე მაგალითად. და ესე, ამის მონაცვლეობა სადღაც 15-20 წუთი საკმარისია 3-ჯერ კვირაში. და ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიშის მეთოდია, რადგან კალორიების დაწვას მნიშვნელოვნად ზრდის. სადღაც 300-დან 500 კალორიამდე შეიძლება დაწვას თითო სესიამ, თქვათ ნახევარი საათის განმავლობაში, აი ესეთმა დატვირთვამ და ეს შეიძლება იყოს ბუქნებზეც, მაგალითად მთელი ძალით და სიჩქარით გააკეთოს ბუქნები ადამიანმა, ან სხვადასხვა ვარჯიშები რა, შეიძლება იყოს აზიდვებზე, შეიძლება გააკეთოს ადამიანმა ნებისმიერი ვარჯიში, რაც კი წარმოგიდგენიათ, თუ კი მაღალი ინტენსივობით და ჩქარა გააკეთებ, თქვათ 30 წამის განმავლობაში ან 1 წუთის განმავლობაში, მერე დაისვენებ, ეს გამოდის უკვე მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიში, რაც ერთ-ერთი საუკეთესოდ ითვლება. და მეოთხე ტიპი ფიზიკური აქტივობის არის ყოველდღიურად საქმეების კეთება, ანუ შეიძლება ადამიანმა არ ივარჯიშოს ყოველდღიურად და რაღაც კონკრეტული ვარჯიშის გეგმა არ ქონდეს, მაგრამ სახლის საქმეები გააკეთოს მაგალითად, ან იაროს უბრალოდ სამსახურში რო დადის, შეიძლება ბევრი სიარული უწევდეს, შეიძლება კიბეებზე მაღალ სართულზე ასვლა უწევდეს და ესენიც რა თქმა უნდა კალორიებს წვავს. ზოგ ადამიანს ისეთი მოძრავი ცხოვრების წესი აქვს, რომ შეიძლება ასეთ ფიზიკური აქტივობით დღეში 300 კალორია დაწვას. 300 კალორია შეიძლება ჟღერს ისე რომ რაღაც ბევრი არ არის, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ თქვათ ქალბატონი, რომელსაც 1500 კალორია ჭირდება დღის განმავლობაში სულ, მოძრაობით 300 კალორიას წვავს და თქვათ ვარჯიშობს კიდევაც, თუ ვარჯიშობს მოძრაობით გულისხმობს სახლის საქმეებით და ესეთ რაღაცებით და ვარჯიშით სადღაც 200-300 კიდე წვავს, ანუ 600 კალორია ემატება, 1500-600 ემატება და 2100 კალორია, ანუ ადამიანს, რომელსაც წესით 1500 კალორია ჭირდება, წვავს 2100 კალორიას და ეს ძალიან დიდი ის არის, ან შეიძლება ჭამოს ისე როგორც ჭირდება დღიურად და მაინც აიკლოს წონაში, თუ კი ესეთ ფიზიკური აქტივობა ექნება. ამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობის დროს ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტრესი მცირდება და აი სტრესული ემოციური კვების ეპიზოდებს ამცირებს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ვარჯიშის შემთხვევაში, აერობულ ვარჯიშებზე მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში, აი მიზნად უნდა დაისახოს ადამიანმა დაახლოებით 5 კმ/სთ სიჩქარით იაროს, დღეში ნახევარი საათი ან 1 საათი, ეს გულისთვის მნიშვნელოვანია, სახსრებისთვისაც დიდი დატვირთვა არ არის, დამწყებებისთვის კარგია და აუცილებელია ყოველდღიურობა მიზნად რომ დაისახო, რომ იარო
დღის განმავლობაში 7000 ნაბიჯი და 10000 ნაბიჯამდე ეგ არის საუკეთესო გამოსავალი. რაც შეეხება სხვა ტიპის ვარჯიშებს, რაც შეიძლება რომ ივარჯიშოს ადამიანმა და თან იყოს აერობული არის ძუნძული ან სირბილი. ეხლა სირბილს რო ამბობენ, არ გულისხმობენ იმას, რომ სპრინტით ირბინო 3 კილომეტრი. საუბარია ხოლმე, რომ გაიქცე ძლიერად, მერე იძუნძულო ან იარო, მერე ისევ გაიქცე. ხო, აუცილებელიც არ არის, რომ სპრინტით ირბინოს, თუ სპრინტით დარბის ადამიანი ან თავის მაქსიმალურ სიჩქარეზე თუ დარბის, მაგას მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიში ქვია უკვე, მაგრამ ან ცალკე ფორმა ვარჯიშის. თუმცა ზოგადად, როცა აი ამბობენ, რომ სარბენად მივდივარ, გულისხმობენ, რომ რაღაც რაოდენობას გარბის ეს ადამიანი, მერე დადის, მერე ისევ გარბის, მერე ისევ დადის, ან ძუნძულებს მოუმატებს და ესე. ასეთი ინტენსივობით 500-დან 700 კალორიამდე შეიძლება დახარჯოს ადამიანმა საათის განმავლობაში, ანუ რეალურად უზომოდ ბევრ კალორიებს წვავს, ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიშია ესეც. მეორეს მხრივ ენდორფინები გამოიყოფა. ენდორფინები არის ნეიროტრანსმიტერები. ხანდახან მოიხსენება ხოლმე ეს იმათ ჰორმონებად ენდორფინები, მაგრამ ან ტექნიკურად უფრო ის არის ნეიროტრანსმიტერებია. ან გამოიყოფა ჩვენ თავის ტვინში ენდორფინები, რომელიც არის სხვა უბრალოდ რომ ვთქვათ, მარტივად кайფს გვრის ადამიანს, ამიტომ რომ ის ეძახიან მორბენლების ჰაის, როცა მორბენლები кайფს ღებულობენ აი ამ სირბილისგან. ეგ არის ენდორფინების გამოყენება. ენდორფინები ბუნებრივი ტკივით გამოყუჩებელია და თან კიდე ბუნებრივი ნარკოტიკივით არა ჩვენი ორგანიზმში გამოიყოფა და ადამიანს კარგად ყოფნის შეგრძნებას აძლევს და ვარჯიშის დროს გამოიყოფა ეგ და ამიტომ არის რომ ადამიანები ძალიან დიდ მუღამს პოულობენ ხოლმე სირბილში. არა ყველა რა თქმა უნდა, მაგრამ არა ვინც ივარჯიშებს და ვინც ესე ირბენს, ყველას ორგანიზმში გამომუშავდება, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ანუ ყველა ადამიანი თანაბრად ვერ იღებს სიამოვნებას ვარჯიშისგან და მეტიც ზოგ ადამიანს საერთოდ არ უყვარს ვარჯიში და სიამოვნების წყარო მათთვის არ არის ვარჯიში. არამედ მხოლოდ იძულებაა ხოლმე, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მართლა სიამოვნებას იღებენ. ხო, რაც შეეხება ველო ტრენაჟორებს და ველოსიპედით ვარჯიშს, ეგეც საკმაოდ ეფექტურია, განსაკუთრებით ეგ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჭარბი წონა აქვს და ჭარბი წონა აქვს, ამ შემთხვევაში გულისხმობს, რომ სახსრებზე თან პრობლემები აქვს ადამიანებისთვის, რომლისთვისაც ძნელია გადაადგილება, რომ ვთქვათ, ირბინონ ან იძუნძულონ სახსრებისთვის, ეგ ძალიან დიდი დატვირთვა იქნება. და ეს ერთ დროს ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი არის ველოსიპედით სიარული. ოღონდ ველოსიპედით სიარულის დროს მნიშვნელოვანია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში თავიდან ცოტათი უნდა დაიწყო, რა თქმა უნდა, მაგრამ დროთა განმავლობაში რომ ახვიდე ხანგრძლივ დროზე, ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია. და მთელი უპირატესობა ველოსიპედის ის არის, რომ სახსრებს ლოგავს. ანუ ვისაც სახსრების პრობლემები აქვს, მოკლედ ველოსიპედი მათთვისა მისწრება. ახლა შემდეგი ვარჯიში არის ძალისმიერი ვარჯიშები. ძალისმიერი ვარჯიშებიდან ყველაზე გავრცელებული არის ძელის აწევა და მათ შორის სიმძიმეები, რომელზეც არის, რა თქმა უნდა, ამ სიმძიმეების აწევა შეიძლება გირები იყოს და გაჩნია როგორ წევ, შესაძლებელია რომ მთელი სხეული ავარჯიშო, შესაძლებელია მკერდის კუნთები ავარჯიშო. მოკლედ ეს ინდივიდუალურია, როგორ ივარჯიშებს ადამიანი, თუმცა სხვადასხვანაირ ძალისმიერი ვარჯიშები არსებობს და უმეტესად ძალისმიერი ვარჯიშები ხდება სპორტ დარბაზში, თუმცა სახში შესაძლებელია. სახში საკუთარი წონით ვარჯიშებს ეძახიან ხოლმე მაგას, მაგალითად აი აჯიმანიების გაკეთება, მაგალითად აზიდვების გაკეთება. მე მაგალითად ძალიან მიყვარს ის აზიდვები,
აზიდვებში გულისხმობ აი ძელი რო გაკეთებული და ესე რომ იწევი ან ესე ამას გულისხმობ აზიდვებს ერთ-ერთი კარგი ვარჯიშია და მთელი სხეულის კუნთებისთვის კარგია განსაკუთრებით მხრების მკლავებისთვის და სიძლიერისთვისაც კარგია მოკლედ ორგანიზმისთვის რაც შეეხება აი აჯიმანიევს პლანკს რო ეძახიან კიდე ეგ სხეულის მთავარ საყრდენი კუნთებისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი კარგი ვარჯიშია ეგეც მოკლედ ხო, ვარჯიში რაც მეტი მით უკეთესი, რა თქმა უნდა ისე არ უნდა ივარჯიშოთ, რომ სახსრები დაიზიანოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯამში კვირაში 3-4 დღე ვარჯიში 40-40 წუთით, ან ნაკლები, ან ცოტა მეტი გააჩნია ადამიანს, რეკომენდირებულია. ნიშნულოვანია სწორად ვარჯიში და მაღალი ინტენსივობის ინტერვალურ ვარჯიში ერთ-ერთი საუკეთესოდ მიიჩნევა კიდე რადგან აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა და პლუსი განსაკუთრებით ის რომ ადვილად წავს ძალიან კალორიებს ამიტომ არის რომ აი სპრინტი მერე სიარული მერე ისევ სპრინტი ისევ სიარული ერთ-ერთ საუკეთესო ვარჯიშად მიიჩნევა ასევე გულსისხლძართა ჯანმრთელობისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესოა ესეთი ტიპის ვარჯიშები ხო და რაც მთავარია რომ მარტო ვარჯიში კვების გარეშე არაფერი არ არის არაფერი არ არის ესე არ არის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ის ხომ და წონაში მარტო ვარჯიშით ვერ დაიკლებთ ანუ ეს ილუზია არ უნდა კონდეს ადამიანს ვარჯიში პირველ ერთ-ერთ მნიშვნელოვანია მაგრამ პირველი არ არის პირველი ყოველთვის არის კალორიების დეფიციტი არის სხვადასხვანაირი მოსაზრებები ხოლმე რა რომ ანუ რამდენი უნდა ივარჯიშოს ადამიანმა რამდენი წუთია ვარჯიში ყველაზე მეტად გაიდლაინებში რაც შეგხვდებათ დაახლოებით 10000 ნაბიჯი დაახლოებით მეტნაკლებობით ცოტა მეტი ცოტა ნაკლები ამდენი კითხვა არის ხოლმე კიდე რომ აი თქვა ზედა ლიმიტი არის რის მერეც თქვა ვარჯიში სარგებელი არ მაქვს დაახლოებით 18000 ნაბიჯის სევით ვარჯიშს პირიქით უარყოფითი გავლენა შეიძლება კონდეს უკვე სახსრებზე ამიტომ გადამეტებული ვარჯიში თუ სპორტსმენი არ ხართ რა თქმა უნდა თქვენ ცხოვრებას მას არ უძღვნით და სპეციფიური კვებითი რეჟიმით საჭიროა ამ დროს თუ ბევრს ვარჯიშობთ ცილების მიღება მნიშვნელოვანია თუ ბევრს ვარჯიშობთ C ვიტამინის მნიშვნელოვანია ვარჯიშის შემდეგ რამდენიმე განსაკუთრებით თუ ინტენსიურად ვარჯიშობთ რამდენიმე საათის განმავლობაში იმუნიტეტი ითრგუნება და ეს უნდა იცოდეთ და ამიტომ ახალმე რომ ვარჯიშის მერე ადვილად შეიძლება გაცივდეს ადამიანი შესაბამისად უნდა გავფრთხილდეთ თავს C ვიტამინი მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ოქსიდაციური სტრესი გროვდება ვარჯიშის დროს და ანტიოქსიდანტი ამ დროს C ვიტამინი აქტიურად გამოიყენება და აქტიურად იხარჯება ორგანიზმში და ამიტომ ვინც ვარჯიშობს დაახლოებით 500-დან 1000 მილიგრამამდე C ვიტამინს იღებენ ხოლმე ცილებიც თქვენ წონაზე დაახლოებით 2 გრამი ცილა უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში თუ ვარჯიშობ ინტერვალურ შიმშილის და თან ინტერვალურ შიმშილობ ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ რადგან ინტერვალური შიმშილი და ვარჯიში ცოტა ძნელია და ცილები ყურადღება უნდა მიაქციოს რომ ცილები მიიღოთ სათანადო ოდენობით აქ არის მთელი ამბავი მოკლედ ხო ძირითადად ესენია როდის ჯობია ვარჯიში კიდე ეგეთი კითხვა არის ხოლმე ან დილ თუ საღამოთი თქვენ როცა მოგიხერხდებათ ახლა მაინც მაღალი ინტენსივობის ვარჯიშებს რა თქმა უნდა დილით ვერ ივარჯიშებს ადამიანი გამოფხიზლებისთვის სჭირდება ლოქს მაგრამ აი თუნდაც გამოფხიზლებისთვის ჩქარი ნაბიჯით სიარული მშვენიერია დილაობით თუ ადამიანი მიჩვეულია ამას თუ არის კიდე არის კითხვები ხოლმე რომ თუ არის კატეგორია ადამიანების ვისაც ვარჯიში არ შეიძლება უმეტესად ესეთი არ არის
მაშინაც კი როცა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ადამიანს მსუბუქი დატვირთვით ვარჯიში უმეტესად რეკომენდირებულია. ძირითადად აი სახსრების ძალიან სერიოზული პრობლემებისაც აქვს, იმას უჭირს ფიზიკური გადაადგილება, მაგრამ თუნდაც იგივე აი ველო ტრენაჟორზე ან ველოსიპედით ვარჯიშები ეგეთი ადამიანებისთვის მოსახერხებელია, ცურვა ეგეთი ადამიანებისთვის მოსახერხებელი და კარგია. ანუ ჯამში ვარჯიში პრინციპში უნივერსალურად კარგია ორგანიზმისთვის, ხო და დღეში 1 საათამდე დაახლოებით მიიჩნევა, რომ არის საუკეთესო. აწესრიგებს კიდე ძილსაც ეს უპირატესობაც აქვს. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.